დღეს გიორგობა დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი განახლებულ ბაგრატის ტაძარში იმყოფება და იქ ესწრება საღვთო ლიტურგიას. ქუთაისში იმყოფებიან ჩემი კოლეგებიც, რომლებიც დღესასწაულს პირდაპირ ეთერში აშუქებენ და თორნიკე ხურცძე ჩაგვერთვება ქუთაისიდან. თორნიკე, მოგესალმებით. საქართველოს პრეზიდენტი სულ რამდენიმე წუთის წინ მოვიდა ბაგრატის საკათედრო ტაძარში. ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრება, რომელსაც ქუთათეთ გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე აღავლენს. ტაძრის მრევლთან ერთად დილიდანვე იმყოფებიან აქ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. როგორც ყოველთვის ცნობილია, დღეს ასევე ვარდების რევოლუციის წლისთავია, თუმცა ის ნაკლებ პომპეზურად აღინიშნება საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრისა და ქუთაისის ყოფილი მერის გიორგი თევდორაძის თქმით, მიზეზი თუ რატომაც არ აღინიშნება პომპეზურად რევოლუციის წლისთავი ეს არის, რომ დღეს გიორგობის დღესასწაულია და ერისთვის აღნიშნული დღესასწაული ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. დღეს მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს დიდმოწამის წმინდა გიორგის შენების დღეს. საქართველოს ჩააბარა სპეციალურად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მეორე წმინდა ნიკოლოზ როგორც კათოლიკოს პატრიარქი და წმინდა გიორგი როგორც მარადინო მფარველი საქართველოს. გილოცავთ დღევანდელ დღეს, სრულიად საქართველოს ულოცავ ყველა ქრისტიანს, რომელსაც სწამს, რა თქმა უნდა, და უნდა სწამდეს, სიკეთე და სიხარული, მადლი ფარავდეს წმინდა გიორგის და ღმერთმა დაგლოცოთ. ჩვენ ბოლო წლებში პომპეზურად აღარ აღნიშნავდით უკვე ვარდების რევოლუციის წესთავს. ეს არის პირველ რიგში გიორგობა დღესასწაული, ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული ნებისმიერ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის და ჩვენ ამას აღნიშნავთ ისე, როგორც ამას ჩვენი ტრადიცია, წესი და რაც თავარია ჩვენი ისეთი ქართული ბუნება მოითხოვს. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაგრატის საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვა-ლოცვას ესწრება, რომელსაც ქუთათეთ გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე აღავლენს. მადლობა თორნიკე, ქუთაისიდან თორნიკე ხურცძე საუბრობდა.